მოგესალმებით უხეშად ტელემაყურებლობთ დღემშვიდობისა ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ ძალიან კეთილი გულწრფელი და ფერეთი გადაცემა დაიწყო რომელსაც სახელად შუოდღე ქუთაისში ეწოდება და რომლის წამყვანიც ვარ მე ნანა თევდორაძე დღევანდელ დღეს შუოდღეს გარკვეულ მონაკვეთს გავატარებთ თქვენთან ერთად და შევეცდები მაქსიმალურად და ცხადია სტუმრებით შეეცდებიან რომ კარგი განწყობა შეგექმნათ დღეს 10 თებერვალია საკმაოდ სუსხიანი ცივი ამინდი გვაქვს ქუთაისში წვიმიანი იმედია ნოსტალგიურ ემოციებს არ მოგგვრით ასე რომ მოყალათით და შეგეძლიათ ვიყუროთ გადმოერთოთ მეგაზე და დაგვემეგობრდეთ. რაც შეეხება გადაცემის სტუმრებს, აგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტუმრად ჩამოვბრძანდნენ ბაღდათიდან, მოვიკითხავ ამ ლამაზ კუთხეს, სადაც მეც მაკავშირებს ჩემი წელი მოგონებები. ანსამბლების ქორეოგრაფები თენგიზ ჭრელაშვილი და თიკო გელაშვილი მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. როგორ ხართ? თავს როგორ გსწრაფთ? თიკო დავიწყოთ თქვენი. მოწვევისთვის ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მოხარული ვარ თენგო თენგიზ როგორ მოგმართოთ არ ვიცი აირჩიეთ თავად. რა ვიცი ძალიან კარგი განწყობით ვართ. და ჩვენი დღე არის მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი არის. აქ თბილა ხო? ხელოვნური ძეებიც გვაქვს ასე თუ ის. რა ხდება ბაღდათში? ბაღდათში სიტყვი ყვარული არის. ცნობილია ბაღდათი მაგ სფეროში, მაგ საქმით. ძალიან სტუმრად მოყვარე ადამიანები ცხოვრობენ და რა ვიცი ვცდილობთ რომ ვინც ჩამოვა ვასწავლოთ და მაქსიმალურად ავატაროთ სასიამოვნო ლამაზი დღე და ისე სამახსოვრო დღე დავამახსოვროთ. შთაბეჭდილებებით ახსოვსენი დაუბრუნდნენ ხო საკუთარ კუთხეს. საქართველოს ბევრი ასე ვთქვათ მიმართულებით არის ავთენტური ტრადიციული, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ აი ყველა კუთხეს, ის პატარა საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ისტორია აქვს, თავისი რაღაც გამორჩეული ნიშა აქვს და ყველაფერს ერთად გვაერთიანებს ძალიან კარგია ის, რომ ქართული ფოლკლორი, რომელიც დამეთანხმებით ალბათ რომ უნიკალურია, უდიდესი ისტორიის მატარებელია, შესაბამისად ერთი გადაცემა ქართული ფოლკლორის მნიშვნელობას და ისტორიას რო ვისაუბროთ, არ იქნება საკმარისი, თუმცა მოვისმენ აბა თქვენი თვალით დანახული ქართული ფოლკლორის მთავარი ღირებულება რაში მდგომარეობს, როგორ ფიქრობთ? ალბათ უფრო ის რომ უფრო ვაჟკაცური და ესეთი სისხლის ამოდუღებელი არის ეს ყველაფერი და ქართულია ეს იმასაც მიანიშნებს რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ისე არ შეუძლია ქართულის ცეკვა როგორც ქართველს და ეს რაღაცა ალბათ ჩვენ სისხლშია ხასიათს გამოხატავს და ჩვენ ორგანიზმშია შესაძლებელი ესე რომ თქვა და აქედან გამომდინარე საუკეთესო დამოუკიდეს ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან მრავალფეროვანია. თიკო ეთანხმებით იმ მოსაზრებას ბევრისთვის აქსიომაა რომ ქართველი ადამიანი გარმჩეულად სქესისა რო დაიბადება თან დაყვება უცეკვის და სიმღერის ნიჭიო. ნაწილობრივ შეიძლება ვეთანხმებოდეთ მაგრამ სწორ მიმართულებას თუ არ მისცემთ ალბათ ჩაიკარგება და ბევრი ნიჭი დაკარგულა და გაფანტულა. თუმცა იმდენად ბევრი არის ნიჭიერი და იმდენად ბევრი კარგი მოცეკვავე იზრდება რომ მიუთითებს მაგაზე ნამდვილად. კარგი, თქვენ დავიწყოთ თავიდან, თქვენ ვინ დაგაახლოვათ ქართულ ცეკვასთან გავიხსენოთ? რა თქმა უნდა, ესე იგი, ჩემი პირველი მასწავლებელი არის ხვიჩა ლომიძე, რომელმაც შემოყვარა ბავშვობიდან ეს საქმე, ალბათ მეყოლოდა ბავშვობიდან რომ მქონდა ამის ნიჭი და რავი, მაქსიმალურად ჩადო ჩემში ესე ვთქვათ. რამდენი წლის იყავით ეს რომ დაიწყეთ? 6-ის. 6-ი. სკოლის დაწყებისთან, თანავე დავიწყე ცეკვას. შემდეგ რა ვიცი, ბაღდათში ცეკვავდი, თბილისში გავაგრძელე, თბილისში მოხდა დამთავრებული ქორეოგრაფიული, იქ ანსამბლებში ვიცეკვე, ანსამბლ მართებში ვიცეკვე 3 წელი, შემდეგ სამაიაში ვიცეკვე 3 წელი და შემდეგ დაუბრუნდი ისევ ჩემგან. მოგიხმოთ ბაღდათურმა პეწმა. ანუ მინდოდა რომ ეს ყველაფერი მე ექცოდნა დამიგროდა რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულ და პროფესიონალურ დონეზე დავიხვეწე და მინდოდა რომ ეს ყველაფერი მომთაობას ბაღდათშიც რაღაც ეს ცეკვის დონე ძალიან მაღალ საფეხურზე ამეყვანა რა და აქედან გამომდინარე დაუბრუნდი ისევ ჩემ რაიონში იყო იმის ვარიანტიც რომ შეიძლება იქით დარჩენილიყავი მაგრამ საერთო ჯამში გადავწყვიტე რომ აქეთ წამოსულიყავი ბოლო და ჩამოვიდი ისევ ჩემ ხომ არ ნანობთ გადაწყვეტილებას? არანაირად. თიკო თქვენ როგორ აღმოჩნდით ქართულ ცეკვაში? თუ სიყვარულმა განაპირობა ეს ყველაფერი? ჩვენ ოჯახურად რადგან უძღვებით, მხარ ვართ ნამდვილად, რავი, ჩვენი შვილებით იმ ხელა რაღაცა გავაკეთეთ ბაღდათში, ნულიდან დავიწყეთ, პროდეტალურად თენგო მოყვება ყველაფერს და რა ვიცი, სიყვარულს დიდი ძალა აქვს, ხო? კი.
და ოჯახურად მართული კიდე სხვა არის, მთელი გულით და სიყვარულით ნაკეთები საქმე კიდე სხვა არის და რა ვიცი, ეს იგრძნობა ადამიანებისგანაც, ვინ ჩვენთან მოდის და ამას ყოველთვის აღნიშნავს და ეს მაბედნიერებს ნამდვილად, იმიტომ რომ ყოველთვის ვეუბნები, რომ ბავშვი ბედნიერი უნდა შემოვიდეს სტუდიაში და ისევე ბედნიერი უნდა წავიდეს სახლში და ეს ბედნიერება სუფევს ჩვენ სტუდიაში ნამდვილად, რა ვიცი, ეს მიამაღება. მადლობა. როდის დააფუძნეთ თქვენი ანსამბლის სხივები და რატომ სხივები? ესე იგი, რა ვიცი, ალბათ იმიდან გამომდინარე, რომ უფრო სხივებივით ვანათებ ყველგან ალბათ და რაღაც მაგიტო დავარქვით სახელი, ესე იგი, ესა 2012 წელს ჩამოვედი თბილისიდან. დიახ. და მაქედან დაიწყო ეს სკოლებში, გარეულის სკოლებში ჩემი მუშაობა და მოღვაწეობა. უბრალოდ შემდეგ ნაკადმა რო იმატა და ვეღარ სკოლებს ვეღარ არ იყო საკმარისი პირობებიც არ იყო რაღაცა ცოტა გასახდელი არც ეს არც ის არ ძალიან ცუდი პირობები ჰქონდა, მაგიდან გამომდინარე ვიფიქრეთ ესეთი რაღაც. ავაშენი საკუთარი დარბაზი, რომელიც ძალიან სერიოზულ დონეზე არის გაკეთებული და გათვლილია ყველანაირი დატვირთვისთვის, რაც ქართულ ცეკვას შეეხება და აი ამ თემაში რაც შეიძლება იქ სამი სავარჯიშო დარბაზი არის თავის გასახდელი საშაპეებით, გასახდელი და ეს ყველაფერი არის ბაღდადში გაკეთებული. რა საინტერესოა და არ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ. რამდენ ბავშვია გათვლილი ანუ მაქსიმალურად როგორ? რო გითხრათ, ანუ კვირის მანძილზე გადანაწილებული თაობები, რა თქმა უნდა და 500-მდე ბავშვი შეიძლება დაიტიოს კვირის მანძილზე რო ამუშავრა, ესე ვთქვათ. დღეებად რო გადააწილო და რაღაცა და 500 ბავშვი ცოტა საქმე არ არის რაიონის და ხუმრობა ხო მაგრამ ერთი არის კარგი ალბათ რომ რაოდენობა იზრდება მაგრამ ეს ავტომატურად თიკო პასუხისმგებლობას ეცხავს რა თქმა უნდა იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა რომ აი ძალიან და მით უმეტეს, როდესაც ღონისძიებებია და ის მღელვარება და ის ფორიაქი და ვართმევთ, აი სულ ვიცახი, რომ ჯერ შეგვწევს ამის ენერგია ახალგაზრდები ვართ და ვართმევთ თავს ყველაფერს და რა ვიცი, თან რო გიყვარს ალბათ ჩემი საქმე ეს კიდე გულით სიყვარულით ნაკეთები დატვირთვა, რა თქმა უნდა, იმ დღევანდელი ღონისძიებაც 150 ბავშვი გაიყვანო მოწესრიგებული მართლა რომ გამოარჩიეს ყველა ნომრებისგან, ძალიან სასიხარულოა მე ბედნიერი და კმაყოფილი მშობელი და მოსწავლე და რა ვიცი ეს გვაბედნიერებს მე და ამით იხსნება ეს დაღლილობა ალბათ ხალხალებით ხდება. კი, რა თქმა უნდა. თენკის. იცი რა მაინტერესებს, რამდენად ხშირად ხართ აი საანგარიშო წელი რო ავიღოთ, პირობითად აი გასული წელი ფესტივალებში ჩართული, ამ ფესტივალების არსს როგორ ხედავთ, იმიტომ რომ ლამის სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან არის ანსამბლები, ხო? ეს ჩნდებიან. ხო, კონკურენციაში შესვლაც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. განსაკუთრებით კონკურენცია კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ფესტივალები, თუმცა რაღაცები არის სოფ ფესტივალებში შეიძლება რომ იქ რაღაცები ჩასწორდეს და უფრო კარგად წარიმართოს რაღაცები და ეგ ალბათ ორგანიზატორები მიხედავენ მაგ საქმეს და გამოასწორებენ, რა ვიცი. არის ზოგი ფესტივალი, რომ არ ჭირდება და ძალიან მაღალ და უმაღლეს დონეზე ტარდება ყველაფერი, მაგრამ არის ესეთ ფესტივალები, სადაც ეხლა პირველად როცა მიდიხარ და არ იცი როგორი ფესტივალი დახვდება, მაგას წინასწარ ვერ გასაზღვრავ. არის ხოლმე რაღაცები ხდება, თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია და რავი უსურებ ყველა ორგანიზატორს, რომ რამე ცუდი არ მოხდარიყოს და ჩვენ ზრუნავთ ხოლმე ყოველთვის რომ ჩვენი ნომერი იყოს სრულყოფილი და ეს ორგანიზება უკვე სხვის. ხო, სანამ ცხონდა შეგიწყოთ. რა თქმა უნდა. კარგი, საქართველოს პარკებს გარეთ თუ გადიხართ ხოლმე რაღაც პერიოდში. რა თქმა უნდა, რავი შარშან გუდრუნში ვიყავით, შარშან წინ ქონდა სოლო კონცერტი თვითონ ბაღდადში 13 ნომრით წარსდა ჩვენი მოსწავლეები კონკურენციის წინაშე, თან არც ერთი მუსიკალური ნომერი არ ქონია შუალედში, ესე ვთქვათ.
სულ ცეკვაზე მიდიოდა და ისე იცმევდნენ ბავშვები და ესე იყვნენ მობილიზებული, რომ და ერთ ნომერში იცვლიდნენ რა, ერთ ნომერში, რაც ზოგიერთ სახელმწიფო მასალასაც კი უჭირს, ესე რომ თქვა და ცოტა ძალიან დიდი მოწონება და ყოფილება და დავიმსახურეთ რა, ესე რომ თქვა, სხვების თვალშიც და ვინც იცის ახლა ეს საქმე და ვინც ერკვევა იმ სოლო კონცერტებს რამხელა შრომაჭირდება რომ ის რაღაც მოიყვანო ფორმაში და ესეთ როგორც ჭირდება და როგორც საჭირო არის მიხდება ყველა როგორც შრომატევადიც არის რა და შამის წინ კიდე ბულგარეთში ვიყავით და რა ვიცი ახლა წელსაც ვფიქრობთ რა ქვეყანას მომისნებთ თუ ჯერ არის ძველი შემოთავაზება აქვს ვათაშორის და არ ვიცი უბრალოდ უფრო სადღაც ევროპა აქვს საბერძნეთიც გვაქვს მაკედონიის შემოთავაზება გვაქვს და არ ვიცი ნახოთ ჯერ ვარჩევთ რა ესე ვთქვათ არჩევის პროცესში ვარ მადლობა თიკო თქვენ ბრძანეთ რომ ახალგაზრდა წყვილი ხართ 14 თებერვალი გვიახლოვდება ხაკაც აზრები იყოფა საქართველოში ვიღაცები ეს ძალიან საინტერესოა ვიღაცები სკეპტიკურად არიან განწყობილი ვალენტინობისადმი ვიღაცები აღნიშნავენ ვინც სკეპტიკურად არის დარწმუნებული ვარ ისინიც აღნიშნავენ მაგრამ ხო აი მე მაინც მიმაჩნია რომ ყოველი დღე სიყვარულისა კარგი საქმეების უნდა იყოს საინტერესო სიყვარულის ისტორიაც გქონიათ ხო ძალიან მე გელოდებოდით რომ სტუდიაში მობრძანდებოდით თქვენ და სამი ძალიან ლამაზი ბავშვი არის თქვენთან ერთად რომლებიც კაცს მიღმა არიან მაგრამ ხო აი რა მინდა ვთქვა რომ ახალგაზრდა წყვილი ხართ რომელსაც ყავს 3 შვილი თუ ვიცი რომ ბევრი რაღაცა პირადულია ძალიან მაგრამ აი მაინტერესებს თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო და აი დღემდე როგორ მოხვედით რასაც საჭიროდ ჩათვლით ცხადია ეს გვიანბეთ მე ვფიქრობ რომ შეუდარებელი სიყვარულის ისტორია გვაქვს და დღემდე ესე მოვდივართ მართლა რომ ხარი მხარ ერთმანეთს ვასწავლეთ სიყვარული ვიყავით ძალიან პატარები მე ვიყავით 15 წლის 3 დღის გამხდარი როდესაც თენგო გავიცანი თენგო იყო 16 წლის 3 წლიანი სიყვარულის ისტორია გვაქვს იცოდნენ ოჯახებმა და ეს იყო გამხელილი სიყვარული მალვა უნდა ორო ამბობენ ხო ანუ არ იყო დასამალი რა ვიცი ხელს გვიწყობდნენ ხვდებოდით ერთმანეთს აი არ ვიცი მაგ ემოციების და გზნობის გადმოხატვა ალბათ სიტყვებით არ შეიძლება ბედნიერი ვარ რომ თენგო არის ჩემს ცხოვრებაში და ასევე ფიქრობს ისიც დავეკითხოთ რას ფიქრობთ ზუსტად ვიცი და ამიტომ ამბობ ყავს 3 ანგელოზი მართლაც 18 წლის არის უფროსი ბიჭი 16-ის შუათანა და 12-ის გახდება პატარა ქალბატონი ანი დავითი რუსუდანი და ანის მშობლები ვართ ჩვენ რომლებიც უკვე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი მოცეკვავები არიან აი ძალიან კარგი და რაც მეამაყება ნამდვილად Thank you. It's traba interesებს. ანუ როგორი არის იყო ახალგაზრდა მამა ხო ხა? 38 წლის თქვენ ბრძანდებით 18 წლის შვილი გყავთ. ანუ თქვენი საურთიერთობო ენა მეგობრულია, კაცრი მშობელი ხართ. ხო ეს მიდგომები, იმიტომ რომ მანდაც ოქროს შუალედი გჭირდება ხო ალბათ რომ რაღაცეები დაბალანსდეს და არ აირიოს. რა თქმა უნდა, ბევრჯერ მაქვს ხოლმე მაგაზე ნაფიქრი რომ ვიქრათ სიმართლე. და ალბათ ვიტყვი ესე რომ ყველანაირი მიგომა აქვს ნაცადი რა ესე ვთქვა რომ რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალო ან ძალიან არ მისმენენ ახლა და კარგია არა მოგესმენენ ლიკაისრონა გისმენენ ოკი ბატონო ესე იგი და მართლა შემიძლია ვთქვა რომ კარგი ბავშვები არიან არავენდური ალბათ ყველაფერს აკეთებენ მაქსიმალურად, რაც შეუძლიათ და გამოსდით კიდევაც და რასაც მოკიდებენ ხეს, რასაც შეიფიქრებენ, ყველაფერს კარგად აკეთებენ. თუმცა მაინც მშობლის გული ალბათ ის არის, რომ მაქსიმალისტები ვართ. კიდევ უფრო უკეთესი და მაგისკენ უფრო მეტი დარიგებები და მეტი შესწორებები გვაქვს ხოლმე, რა თქმა უნდა. ბავშვობიდანვე ცეკვავენ, გაზრდილი არიან ამ საქმეში, აი ფაქტიურად დარბაზში გაზრდილები არიან რა. და კარგად იციან როგორ არის სიზუსტეში ყველა მოძრაობა შესაძლებელი და მაქსიმალურად ცდილობენ რომ ეს სიზუსტე დაიცვან და არ გამოვიდეს მაგათი შესრულება ან ცეკვის მხრივ ცუდი და რაც შეეხება აღზრდას და ანუ თავიანთ მოქმედებებს ესე რომ ვთქვათ
მარტო ჩვენც ხო უყურებთ, მაგრამ ძალიან ესე ხალხის ემოცია არის ყველაზე მთავარი და ეს ალბათ რომ ყველა აღნიშნავს ძალიან კარგი ბავშვები არიან და უგდის ხშირად ამაზე ინფორმაცია რა ესე ვთქვათ. ხო, ალბათ მე არა ვარ მშობელი, მაგრამ სიამაყეს ეს იქნება პირველი ინდიკატორი. ძალიან ბევრი აღნიშნავს, კი ბატონო. კარგით, გაიზარდა დარბაზშიო, გენეტიკური კოდიც ჰქონდა ალბათ ქართული ფოლკლორის სიყვარულში, მაგრამ შეიძლება და თქვათ მე ცეკვა არ მინდაო. გადაბით მოეკიდებოდი. ეს შეკითხვა, აი ძალიან ბევრჯერ. ანუ უბრალოდ პატარაობიდან დავაწყე ჩვენი მე მიზანი იყო რომ ჩემი მთელი ცხოვრება ცეკვას მიუძღვენი, ესე ვთქვათ და ოჯახს. მაგრამ ამ უბრალოდ მინდოდა რომ ჩემ შვილებს ქართული ცეკვა აცოდნოდათ. მე ვიძახდი იმას თავიდან რომ თუ არ გაყვება არ არის პრობლემა, მაგრამ მინდა რომ იცოდნენ სერიოზულ დონეზე. ეხლა უბრალოდ იმასაც ვფიქრობდი რომ მე მოიწამლებოდა დარბაზის იოლად ვერ გამოვა ხო ამბობდანო. ეშხით ესე ვთქვათ, მე ვეღარ დაანებებს თქო, მაგრამ მე ჩემი გასაკეთებელი მაინც გავაკეთე რა ესე ვთქვათ და კი ბატონო, ბევრჯერ გითხოვს კიდევაც, რომ თუ თქვენ რაღაცა სხვა მიმართულებით გინდათ და რაღაცა დაფიქრდით და გადაწყვეტეთ რა პრობლემაა. ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მათ გვერდში ვართ ნებისმიერ. და იციან კიდევაც, რომ რაც არ უნდა იყოს, დედის და მამის იმედი უნდა გქონდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისეთი საქმე არის, ცეკვას გულისხმობ. მაბედნიერებდა ყოველთვის ბავშვობიდან და ანუ ისეთი საქმე არის, შეიძლება ადამიანის არ მუშაობდეს და გადაღალოს სამუშაო მიხვდით, რას ვიძახი, ანუ შეიძლება კვირისმანძე მთელი კვირა მუშაობდეს და აი როდის დაისვენებს ერთი სული კონდეს, მაგრამ ეს ისეთი საქმე არის, რომ რაც მეც ვარჯიში რაც მეც ცეკვა მეტი გინდა და მით მეტი ახალი ძიებაში ხარ და მით მეტი შორს მიდიხარ და მით მეც ეფლობი ძალიან მაგარი რამეა რა ვიცი. ალბათ ბევრს გამოუცდია ვინც არის ამ საქმეში, მაგრამ ისაც გამოუცდია, რაც გამოუცდის რაღაც პროგრამისა. თიკო, ეს ოჯახური თემები საქმის კუთხით უფრო სასიამოვნოა თუ ხშირ შემთხვევაში იმის და მიუხედავად რომ ცოლ-ქმარი ხართ, კამათობთ ხოლმე რაღაცებს, რაც საქმეს ეხება, ან განსხვავებული აზრი გაქვთ, ან მიდგომა, ან ხედვა, ან დამოკიდებულება, იმიტომ რომ თქვენ სამი ბავშვის გარდა კიდევ ბევრი ბავშვის მშობელი ხართ, ხო? ნების ზუსტად გეთანხმებით, მაგრამ ნებისმიერ საკითხში მსჯელობთ და ხდებით, არ ვიცი. გასაგებია. გამიხილოთ, რა თქმა უნდა, როგორ ჯობია. დარბაზშიც და ვისაც ვისმენთ, საფაშორის რო ვაკეთებთ, უფრო გამოცდილე მშობლებიც ქართულები არიან მშობლები? რაღაც კუთხით. ხო, რავი, ანუ მშობლები უბრალოდ ოჯახში. არა, რა თქმა უნდა, ხა მას არ გულისხმობ, რომელიმე ცეკვა როგორ უნდა დაიდგას და ასე შემდეგ, რა უნდა ისწავლოს. უბრალოდ გვერდში დგომა, მხარდაჭერა, ხა ცეკვის თემაში არ არის მშობლები ცეკვის განათლებით ესე ვთქვათ და თავისთავად დარბაზში არაფერი სადად მონაწილი რაც არის ყველაფერი ჩემი არის და ქორეოგრაფიული ნაწილი რაც არის ყველაფერი ჩემი არის რა ესე ვთქვათ. ასაკობრივად როგორ არიან ყველაზე პატარა მასწავლე რამდენი წლის არის? 4 წლისებსაც უნდათ, მაგრამ უარს ვეუბნებით სამწუხაროდ, იმიტომ რომ ცოტა პატარა არის. ხო და 4 და 5 წელს შორის რა არის ახლა ესე დიდი სხვა? როგორ არის ძალიან არის. ჯერაც მოვარია პირველ რიგში დათვლა უნდა იცოდეს, ყველაზე 5 წლისასაც კი ვეუბნები ხოლმე უარს, მაგრამ აი ხანდახან ისე თხოვენ ხოლმე რომ ვეუბნები რომ თუ მოდი მოვსიდოთ ერთი თვე, შევაკობ ბავშვს თუ მიჯერებს თუ იმას გაჩერება შეუძლია ბავშვი არ მოთამაშობდეს რა, რომ გააჩერებ და ფეხს მიატყუებენ გაასწორებ, უნდა შეეძლოს გაჩერება და მოსმენა. ყველაზე კარგი ასაკია ჩემი გადასახედიდან 7 წლის. ანუ 1 წელი რომ უკვე სკოლა აქვს გავლილი, ყველაზე კარგი ასაკია მეორე კლასიდან რო შემოდის ბავშვი. იმიტომ რომ სკოლაში მასწავლებლის მოსმენას აქვს და დარბაზში არ კარგავ დროს იმისთვის რომ ბავშვი გააჩერო, მიხვდით, ანუ პირდაპირ გისმენს უკვე და სწავლობს იდეალურად რა. და როცა პატარა არის, ხანდახან ხელი და ფეხი არ მიუდის სისწორეში, მიხვდით, ანუ რომ გინდა ესე გაგიკეთოს, ვერ გიკეთებს და თუ ცუდად ისწავლა, ყველაზე ცუდია მასწავლის გადაჭრება. და მე უნდა იწვალოს ცოტა მაღალ ასაკში რა და მაგიტომ ხშირად მაქვს ხოლმე მშობლებთან ამაზე საუბარი, რომ ნუ ჩქაროთ, მე ბევრს მოწონს პატარა რომ გამოდის. საყვარელიაო, ხო რა, დამაყობს ალბათ მეგობრებში და ასე შემდეგ. ჩემი შევა იქნება უბრალოდ რომ ყველაზე კარგი ასაკი არის ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ წლებია უკვე ამ საქმეში ვარ, ვმუშაობ დღესდღეობით 300-მდე მოსწავლე მყავს ჩემ დარბაზში რაიონისთვის, რაც კარგი მაჩვენებელია, ხო? ძალიან დიდი მაჩვენებელია, კი ბატონო, სადღაც
და თავის ამისთვის კიდე საკმაოდ მინდა გადავუხადო იმ მშობლებს, ვინც დობას ვიცხადებს და ეს ბავშვები ჩვენთან არის. ძირითადი ბირთვი. კი ბატონო, იმ ბავშვებს, რომლებიც ენერგიას და ძალაუფლებას ხარჯავენ, ემოციებით არიან. ჩვენ რაღაც სხვანაირი მიდგომა გვაქვს იქ რაღაც ჩვენი სიყვარულის ისიც არის, რომ შეიძლება სისტრობეც გვაქვს, მაგრამ რაღაც ეტაპებზე სიყვარულის იგიც გვაქვს რა გამოხატულება ისეთი, რომ ბავშვს უხარია ჩვენთან მოსვლა, რა ვიცი. მე მგონი ხო, ხა მე გამახსენდა ის ძველი კადრები, რაღაც სოციალურ ქსელშიც სცალდება ხოლმე, ხო, როცა მასწავლებლები ძალიან მკაცრად ექცევიან და რაღაც ფიზიკური შეხებაც კი ხდება, ხო, როგორ აფასებთ ყველაფერს. ანუ შემიძლია თქვა, რომ ფიზიკურად მხოლოდ ჩასახუტებლად ვარ ბავშვთან შეხების თემაში. აი, შემიძლია თქვა, ყურიც არ მაქვს ანაწევი ბავშვისთვის. მე ვთვლი, რომ ეს პედაგოგის თემა არის, თუ არ შეგიძლია ბავშვი გაიმორჩილო, ალბათ შეიძლება ქორეოგრაფი იყო და შეიძლება რაღაცის სწავლა შეგეძლოს, ქორეოგრაფი კიდე სხვა თემა არის, მაგრამ თუ არ შეგიძლია და ცემა წვებაზე გადადიხარ, ალბათ პედაგოგია ხო თემა არის რა. ძალიან რთულია ესე რაოდენობის. მიაჩნია, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ესე არის. ბევრჯერ მქონია ესეთი სიტუაცია, განამი არ მქონია, რომ აი ძალიან გაუფრაზებული ვარ და ყოფილი ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ აი ბავშვები არიან და რაღაც, მაგრამ ყოველთვის მომბოძება, რომ შენ თავში ისეთი ის მდგომარეობა და ესეთი ემოცია იმ მომენტში, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს და რაღაცა თადარიგი დაიჭირო, მაინც საჭირო არის, აუცილებელი არის რა. თორე ყველა ადამიანები ვართ და ვიღაცა ისე შეიძლება მოიშალოს ნერვებზე, ხან 10 ჯერ და 200 აუხსნებ ეკეთებს, ან ვიღაცა გიცდენ, ეს ძალიან გაცდენა ყველაზე მეტად გამრავლებზე დიდი სატკივარი. ელი ჯგუფებს და სტუდიებს არის გაცდენა. რაც ვერ გვარდება რა, ცოტა ეგ პრობლემური არის და არ ვიცი ამაზე არ მომიწევდეს საუბარი. მაგრამ ხო, ალბათ პასუხისმგებლობის თემა არის ეგ ამბავი და იქნება იმედია მოგვარდება რა. თიკა, როგორი აზრობთ იმას, რომ თქვენ მხოლოდ შეიძლება არ ასწავლიდეთ ბავშვებს ცეკვას და ცეკვის ისტორიას და თქვენგან კიდე რა უნდა წაიღოს უფრო მეტი ვიდრე ცეკვა? პირველ რიგში მეგობრობა, სითბო სიყვარული, რასაც მართლა არ ვიშურებთ. არც ერთი მოსწავლისთვის და ყოველთვის იმას ვამბობთ, რომ ნებისმიერი მოსწავლე, ვინც ჩვენი სტუდიის კარს გააღებს, ერთნაირად საყვარელია ჩვენთვის. ანუ ეს არის ეს ჩადებული კოდი, იმიტომ რომ ბავშვების ბედნიერი თვალები და რომ გამორბიან ჩასახუტებლად, რა ვიცი, ეს ყველაფერია ჩემთვის მაგალითად და არ გვაკლია ნამდვილად ეს სითბო და ჩვენც ანუ რომ მიიღებ მე კიდე ორ მაგად გაცემ და რა ვიცი. რა სწავლობთ? ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი. რა სწავლობთ მათგან? ბავშვთან ურთიერთობას, როცა ძალიან ბევრ ბავშვთან გაქვთ კომუნიკაცია. აი სილაღეს, გულწრფელობას, აი ვერ დააძალებ ბავშვს სიყვარულს, ზუსტად რასაც ფიქრობს იმას ამბობს, რასაც გრძნობს იმას ამბობს და რამდენჯერ ესეთ თბილი სიტყვა დამიჭერია ხოლმე, რომ აი ერთმა სიტყვამ შეიძლება მთელი კვირის დადებითი და პოზიტიური ენერგია გამოიწვიოს, რომ აი წამოაყილებს უცებ აი რასაც გრძნობს და ეს შენთვის არის რა ვიცი, ძალიან უდიდესი ბედნიერება. თენგის აქტივა გამოცადო და ეს ნამდვილად. აქტიური ცეკვა არ გენატლებათ. თუ აი როგორია განშორება სცენასთან და შემდეგ როცა სადღაც მტკივნეული თემაა, ხო? როგორც ფეხბურთელი კარიერას ასრულებს და სადღაც 2 წელი არის რაც დავანებე აქტიურ ცეკვას, მე თვითონ დავიმარაგებ ცეკვავდი. რაიონის ანსამბლში მე შემდეგ რაღაც მიზეზების გამო წამოვედი, თან ქორეოგრაფიც ვიყავი და თან ცეკვავდი, ესე რომ ვთქვათ. რაც არ არის კარგი, მაგრამ ესე იყო საჭირო მაშინ და რა ვიცი ესე გამოდიოდა. 2 წელია თითქმის ალბათ ხო ეს მესამე წელი რა, ესე რომ ვთქვათ. და დღემდე მაქვს სურვილი უბრალოდ რაც ალბათ მიუცლელების გამო მაქვს დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი, ვიცეკვებდი. ანუ არ არის ისეთი დრო გასული, რომ ვერ შევძლო უბრალოდ რაღაცნაირად ვერ ვაგრძელებ და ფორმაშია ხარ ასე რომ ვთქვათ, თუ რაღაც პრობლემა 2-3 და ფორმაში შევალ და ხო უბრალოდ რაღაც არის ფაქტორები, რაც მიშლის ხელს და მათიდან გამომდინარე. კარგით, მოდით ქართულ ცეკვებზეც ვისაუბროთ. ყველა კუთხეს რაღაც თავისი იდენტობა აქვს. შესაბამისად, ცეკვაში გამოხატული. აი, სულ ვიძახი ამას.
იმდენად საერთო ჯამში ცეკვას და ერის თემა რო ავიღოთ, იმდენად ნიჭიერი ერი ვარ და იმდენად ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, რომ წარმოიდგინეთ, აი ყველა კუთხე, რაც გაგვაჩნია, თითქმის ყველა კუთხე, ესე რომ ვთქვათ, ყველა კუთხის ცეკვა გაგვაჩნია, აი ყველა აბსოლუტურად რაც არსებობს და სულ ვიძახი ხოლმე ბავშვებსაც ვეუბნები ხოლმე რომ არიან ქვეყნები თავისი ერთი ცეკვაც არა აქვს და თუ აქვთ ისიც ვიღაცისგან მოპარული აქვს რაღაცა ილეთები მეთქი რა ზოგიერთ ქვეყნები არიან ეგეთი და წარმოიდგინეთ რადონის ნიჭიერი ვართ მეთქი უბრალოდ არ უნდა შეგეზაროთ ვარჯიში, არ უნდა შეგეზაროთ შრომა და რა თქმა უნდა ეს ცეკვები ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. არ არის ერთნაირი, არც ერთი ილეთი არ არის თითქმის ყველა კუთხის ცეკვა განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ იდეონის ნიჭიერი ვართ, ყველა მოძრაობა განსხვავებული ერთმანეთისგან რა. და ზუსტად ასახავს ყველა კუთხის შვილის ხასიათს, თუ როგორ? რა თქმა უნდა, ეს თუ ეს ხასიათის გამოცემა არ შეგიძლია, ეგ ცოტა ისეთი დაპროგრამირებით არ უნდა იყო ალბათ მანერები და ემოციების ნობა უნდა მიიტანო. კი ბატონო, მაყურებელმა უნდა მიიტანო ისე რაც არის ნამდვილი რა, ესე რომ ვთქვათ რა. საყვარელი ცეკვა თუ გამოარჩევ ყველაზე მეტად. ჩემი საყვარელი ცეკვა ყოველთვის იყო სამთიულურო ცეკვები, ყაზბეგური ტეხილები და რა ვიცი, მთელი ცხოვრება მაგის ვარჯიში ვიყავი რა, ესე რომ ვთქვათ და ჩემ ბავშვებსაც ყოველთვის რა ვიცი, ვაყვარებ ხოლმე ამ ცეკვას და ბევრს ვარჯიშე და მიმაჩნია კიდევაც, რა ვიცი, ხა ყველა ქორეოგრაფს თავისებური მიდგომა აქვს და თავისებური ახსნის და სწავლების მანერა და სტილი აქვს. მიმაჩნია, რომ როცა ბავშვი ტეხილს კარგად დაგიმუშავებს და უკვე გამართავს ნებისმიერ ცეკვას თითქმის კარგად იცეკვებს. ანბანია ცეკვის? მე ესე მიმაჩნია, ანუ შეიძლება რაღაცა ამაში არ დამეთანხმოს, მაგრამ თითქმის მაქვს გამოცდილება მაგის მოუსინჯე, ეგეთი მიდგომა, დამიწყე ესეთი ცეკვითაც, ცოტა უფრო საადად ინჯი ცეკვით, მაგრამ ვერ მიმიღია ის შედეგი და როცა ტეხილებზე გადავედი და დავიწყე მუშაობა, მივიღე სერიოზული შედეგი და არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში ესე იყო და გამართლა. გასაგებია. თიკო, აქ საუბრობთ ახლა ჩვენ კაცების ხასიათზე და ბუნებაზე და ორი ქალი ვართ ეთერში, ასე რომ მამაკაცებს არ მიცემთ უფლებას, რომ დაგჩაგდოს. ქალის სინაზეზე და ბუნებაზეც ვისაუბროთ ქართულ ცეკვაში, იმიტომ რომ ამის გარეშე ალბათ არაფერი იქნებოდა. სინაზეზე, მოკრძალებაზე, რა თქმა უნდა, გარე აუცილებელი. და ის კოდია ჩადებული ქართულ ცეკვაში მაგისი, რომ მამაკაცი არის და შეიძლება ისეთი მოკრძალებული მანდილოსანთან და ქალი კიდე ძალიან ნააზი და ისეთი. ხო, კარგი იქნება ხა მასობრივად თუ შევხედავთ, აი ეს ხედვები და მიდგომები, რაც სცენაზეა, ცხოვრებაშიც გადმოიტანონ მამაკაცებმა და ასე გაგრძელდეს. და მაქედან არის ეს მოღებულ და ეხლაც, რა ვიცი, ხო, სასურველი იქნებოდა. იქნებოდა გეთანხმებით. თენგის როგორ ხედავთ იმპროვიზაციების დიდი დოზით შემოდინებას და რაღაცეების განახლებას? ფიქრობ, მაყურებელიც ითხოვს, ხო, რაღაცეების კლასიკური ჩანართვას, მაგრამ დრო წინ მიდის და თან პლასტიკა, იქ ნიჭი, რაღაცეები თავისას ითხოვს. თქვენი ხედვა როგორია ამასთან დაკავშირებით? დღემდე ვითარდებოდა ყოველთვის ქართული ცეკვა, ესე რომ ვთქვათ, აუცილებელია იმპროვიზაციაც, აუცილებელია. უბრალოდ მე ვარ წინააღმდეგი იმის, რომ ცოტა ეს უცხოური ცეკვის ელემენტები გადმოვიტანოთ ქართულ ცეკვაში, თორე უნდა განვითარდე, რა თქმა უნდა. ხო, ეხა ადრე მაგალითად არ კეთდებოდა ისეთი ტრიუქს ვეძახით ჩვენ ამას, მაგალითად ჰაერში ორი ტრიალს ვეძახით დვაინოის და ცოტა ცეკვის ენაზე არის რაღაცა ისეთი შემოჩენილი და ვერ კეთდებოდა ისე ხარისხიანად. ეხლა რო კეთდება და დაიხვეწა და იქ მიაგნეს უფრო სწორ ფორმას, ესე რომ ვთქვათ და ხერხემალს ისტორეს და თავს კისერს ხერს და ყველაფერს და ეს დაიხვეწა, მე ვთქვით, ანუ ალბათ 20-30 წლის უკანდელი რო ნახოთ, იგივე აშკარა განსხვავებას შეატყობთ, როგორ არის დახვეწილი და იგივე ცეკვასაც ეხება, რა თქმა უნდა, ცეკვის ილეთებიც შეიცვალა, მაგრამ ნახეთ, ცოტა არის ხანდახან მომენტი ვიღაცის ვიდეოები არის, ჩანაწერები 1000, რომ ცოტა ეს რაღაცა მიდის რა იქით, რომ უცხოური რაღაცებიდან არის განმოტანილი და ეგ ცოტა არ სიამოვნებს, რა ვთქვათ, სიმართლე და მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობ, რომ მე პირადად ეგეთი რაღაც არ გავაკეთო რა, ანუ
არ გამიკეთებდი არასდროს მე მგონი არა მაქვს გაკეთებული რაღაც რასაც უყიდები და რეპერტუარში. დიახ. კი ბატონო, რაც არის ქართული იმ კუთხეებიდან გამომდინარე ის ამაქვს მხოლოდ გაკეთებული, ოღონდ რა თქმა უნდა, ცოტა განახლებულ სტილში დახვეწილი მანერებით, ესე ვთქვათ რა. გასაგებია. კი ბატონო, ანუ იცით როგორ არის, თუ მოცეკვავე კარგი დახვეწილია, შეუძლია ძალიან უბრალო ილეთიც ძალიან სწორ, აი ისე ლამაზად იცეკოს, რომ ნებისმიერს მოეწონოს რა. მაგრამ თუ არ არის დახვეწილი, ეხლა ბავშვები არიან თავიდან იხვეწებიან და ადიან მაღალ საფეხურებზე. თუ არ არის დახვეწილი, თავისთავად არ იქნება ლამაზი იმის მოძრაობა. შეიძლება ვიღაცას ვინც არ არის გამოცდილი მოეწონოს, მაგრამ ეხლა ქორეოგრაფი ვინც არის თავის სხვა თვალია და სხვა დეტალები. ეგრევე ერთი ხანდახან მაქვს ხოლმე ესე ვიდეოს ვინდეს ხოლმე ტელეფონს ყველა უყურებ და რა ვიღაცის ანტეხილი რაღაცა გადაიყარე სოციალურ ქსელში. გადავიყარე და აი მეთქი დამაინტერესა და ერთი და всё, აი ისეთ რაღაცას გააკეთა რომ აღარ მაინტერესებს უშვებ რა. ანუ ხო ხტები, ანუ ამოვიდა ესეთი ვიდეო რომელიც ისეთი ერთი წერტილი ისეთი მაგარი გააკეთა რომ დამაინტერესა რომ მეთქი მაგარს იკეთებს, მაგრამ ეგრევე შეეტყო რა ცოდნა აქვს და როგორი დახვეწილი არის რა. ანუ ჩემ თვალში ესე იყო და შეიძლება რაღაცა მოყოლოს ეხა და მაინც მოეწონოს რა, რა ვიცი ეგრე არის. თიკო, არ მინდა ხა იმედგაცრუება იგემოს, თუნდაც ბევრმა მშობელმა, ვინც ახლა ხანს მოიყვანა ბავშვი თქვენთან, მაგრამ ხო ვიცით თანხდებით, რომ ყველა პროფესიონალი მოცეკვავე ვერ გამოვა. ალბათ ეს, მაგრამ ამის მიუხედავად, რატომ არის ცეკვა მნიშვნელოვანი და სასიამოვნო? აუცილებელიც. აუცილებელიც. აი მართლა საგანმანათლებლო კუთხის უნდა ჩავდოთ. ქართველისთვის სიმღერა კულტურა გვაქვს. ისწავლოს ცეკვა რა, ამიტომ რომ ანუ ქართული ცეკვა არის ისეთი, რომ ქართველმა უნდა იცოდეს რა ეგ რა. ყველა არ გაყვება, მაგრამ უნდა იცოდეს. წარმოიდგინეთ, უცხოელები ცდილობენ რომ ისწავლოს ქართული ცეკვა და ქართველმა თან ბავშვებმა, რომელსაც ყველაფრის სწავლა და ათვისება შეუძლია, წარმოიდგინეთ. ხო, რატო არ უნდა ისწავლოს რა, უნდა ისწავლოს რა თქმა უნდა. თიკო, შეგაწყვეტინეთ. არა, დებატებში გადაიზარდა ჩვენი. გეთანხმებით ყველაფერში. არაფერი გაქვს საწინააღმდეგო? არა, პირიქით, ნახე, შეიძლება რა თქმა უნდა მეტნაკლებად სწავლობს ბავშვი, ვიღაცა ძალიან კარგად შეგისრულებს, ვიღაცას გაუჭირდება, ვიღაცა ნელა სწავლობს, ვიღაცა ძალიან სწრაფად ითვისებს. ეს ყოველთვის ხდება ჯგუფში, ესე ვთქვათ, ახალნაკაცაც რო ირაბ, მაგრამ ვინც ნელას სწავლობს, იმასაც უნდა რომ ისწავლოს. ანუ ის თავის შესაძლებლობებით ისწავლის. ამიტომ აუცილებელია. პირველი 4 კლასი მაინც რომ ის ძირითადი მოძრაობები ხო იცოდეს. თუნდაც მე ცხოვრებაში გამოიყენოს. სცენაც რო ნახოს, ეს ემოცია, ეიფორია მაინც უნდა ნახოს ნებისმიერმა მოსწავლემ. თავის მე ესე ვფიქრობ. მასწავლისთვის და მასწავლებისთვის რას ნიშნავს, აი როცა დასრულდება ყველაფერი და ხედავ რომ აპლოდისმენტებს არ იშურებენ და თან ეს აპლოდისმენტები რაღაც რთილობით არ არის განპირობებული. ალბათ ამასაც ვგრძნობთ ხო, როდის დავიმსახურეთ ნამდვილად და როდის უდიდესი ბედნიერება. ბავშვების მღელვარება, ჯერ სანამ სცენაზე გავლენ, ანუ ეს პროცესი, შიდა სამზარეულო, ესე ვეძახით კულისებში რაც ხდება, რამდენად დამღლელიცა, იმდენად უდიდეს ბედნიერება. მერე გამოსული ბავშვი რო ელოდება როგორ შეაფასებ, ანუ აბა როგორი იყო მასწავლება და აი რა ვიცი. ძალიან დიდი ბედნიერება და მე ამას რო დაერთვება კმაყოფილი მაყურებელი და ბედნიერი მშობელი უკვე იკვრება კომბინაცია ძალიან კარგია. ეს ყოფილებასთან ახლოს რაღაც. კი, აი უკვე მანდ ხა ღირდა უკვე იტყვი რომ დავიღალე, მაგრამ არა უშავს ღირდა და ეს არის რა. თენკი ჩვენ ბავშვებზე ვსაუბრობთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ალბათ ისიც რომ და შექმნის ეს უკეთენ ხვალინდელ დღეს რომ ცოდნის მიღებას ასე კი არ აქვს. სამოყვარულო ჯგუფები თუ გქონთ, ანუ თუ აქვთ ხოლმე სურვილი, მე მინახავს ხოლმე ხა რაღაც ქორწილისთვის ემზადებიან, რაღაცას მოკლევადებში სწავლობენ. ანუ ცეკვის უპირატესობა თუნდაც მოზარდებში რომ ვიღაცებმა არ უნდა გაგვისაზღვრონ რაღაც 18 წლის შემდეგ რაღაცის სწავლა არ შეიძლება და რაღაც აქამდე უნდა მოვასწროთ ყველაფერი. ანუ ეგ არის ცოტა იქეთ და ესეთი რა თქმა უნდა ისე ვთქვათ რომ შეიძლება პროფესიონალ დონის ცეკვას ვეღარ
დაიუფლოს 18 წელს გადაცილებული, იმიტომ რომ ალბათ ის მოქნილობა და ის ფიზიკური მონაცემები ბავშვობიდან თუ არ განუვითარდა, შემდეგ აღარ ექნება. არის ზოგიერთი სხვათა შორის ბუნებრივად აქვს ისეთი ფიზიკური მონაცემები, რომ შეიძლება 25-ის და 30-ის იყოს და ისეთი მოქნილი და მოხერხებული არის, რომ მაინც უბრალოდ ეხლა რაღაც ალბათ ძალიან მეეჭვება, რომ 20 წელს გადაცილდეს და მე მოინდომოს პროფესიონალ დონეზე. არა, პროფესიონალს არ გულისხმობ. თუნდაც ის რომ არ გვერიდებოდეს რაღაც სიახლეზე მოხდეს და თამამები ვიყოთ. ისეთი ადამიანები, ვინც ბავშვობაში ვერ იარა ცეკვას და ვერ ისწავლა, რა თქმა უნდა, ის ყველას არ აქვს ხო ამის უფლება. მე ვისურვებდი, რომ ყველას ესწავლა, მაგრამ არ აქვს ხო ყველას, რა თქმა უნდა, მეც პირადად მყავს სამოყვარულო ჯგუფები, ეხლაც ახალი ჯგუფის აყვანასავალი. ყოველ წელს მყავს ხოლმე რა, ესე რომ ვთქვათ, მოთხოვნიდან გამომდინარე. ხო, მოთხოვნა თუ იქნება, მე საქორწილო ჯგუფებს რაც შეეხება, სადღაც აი ბოლო წინა წელს ვიძახი, წინა წელს სადღაც 100-მდე წვილი მაინც ხოლმე. დაგპატიშა ყველა მქორწილში. უმეტესობა. უმეტესობა. სადაც ვახერხებ კიდევ მაგრამ ხო ხანდახან ბავშვებიდან გამომდინარე, სამუშაოდან გამომდინარე, ხანდახან ვერ ვახერხებ ხოლმე გიწასვლას და ხანისი არ ხანისი რა, რა თქმა უნდა, მაგრამ სადაც 100-მდე წვილი მომამზადე და ძალიან მოუფილები დარჩენ ისინიც და რა ვიცი. მე მიხარია რომ ამდენი წვილი მოემზადა, ეხლა ზოგი დადიოდა კიდევაც ბავშვობაში, მაგრამ აღარ ახსოვდა გახსენდა უნდა და მონახაზის სწავლა უნდა გამბედაობა და დადმასავით რო გაუკეთებ და ეს იცის უკვე რა უნდა გააკეთოს, თამამად არის და თავისუფლად არის და აღარ აქვს დაძაბულობა რა თქმა უნდა. საინტერესოა. გაგრძელდება ეს ტენდენცია, იმიტომ რომ მოდურია რა და არაფერი არ არის ალბათ ამაში ცოტა. თიკო, ბევრს გონია რომ თუ კი ადამიანი სცენაზე დგას, მღერის, უკრავს ან ცეკვავს, ძალიან ბედნიერია, მას პრობლემები არ აქვს და აი ცეკვას რა უნდა ხან გადაცემაში დგას, დაჯექი და წაიყვანე გადაცემა. ხო, აი თითქოს ფიქრობენ ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს. სვენია, სვენი მისალა. როგორ არა, გამიგონია კიდევ თქვენ რა გიჭირთ ცეკვა თამაში გადის თქვენი ცხოვრება არა და რამდენჯერ ღამის პირველ 2 საათზე შევსოლართ სახლში, აი იმდენად გადაღლილი, რომ აი რო დაჭდები და აღარაფრის თავი რო აღარა გაქვს და მე ძალიან შრომატევადია. ძალიან შრომატევადია. ბევრს უთქავს ხოლმე რომ ამინავლება, ცეკვა თამაში გაქვს, თემის ცხოვრება გატარებულია და აზრი არ აქვს ლაბარაკს. ხო, ეგრე როცა ფიქრობენ, იქ უნდა გაეცალო. ანუ გაბედნიერებს თქვა შენი საქმე ერთია, მაგრამ ის რომ ეს პროფესია დამღლელი არ არის და თქვათ შრომას არ მოითხოვს, ამასთან არ უნდა აიგივებდეს ჩემი აზრით ადამიანი. დამღლელი რა თქმა უნდა. ძალიან დამღლელია, შრომატევადია. და რამდენად პასუხისმგებელია. შეიძლება ძალიან დიდი შრომა ჩადო ბავშვში, ესე რომ ვთქვათ, და უბრალოდ მაინც უკმაყოფილო ყავდეს ვიღაცა რა, იმიტომ რომ შეიძლება არ შეუძლია იმ ბავშვს მეტი შეძლოს და მაინც უკმაყოფილო იყოს ამ მშობელი, ან ვიღაცა არის ხომ ხდება ესეთებიც, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ. ხო, ანუ აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ისევე როგორც ყველა სფეროში, ადამიანი უნდა იყოს პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგი, ხო? აი ეგ ინდივიდუალური მიდგომა. უნდა იყო ფსიქოლოგიც უნდა იყო, ეგთანიც უნდა იყო, მეგობარიც უნდა იყო. არა ხარ მხოლოდ გაკვეთილზე, აი რამდენი ბავშვი თქვა ცეკვის დროს ცუდად გამხდარის, ანუ ძალიან ბევრი ისეთი დეტალები არის, რაც უცებ უნდა გაუკეთო ორგანიზება და გეხერხებოდეს და შეგეძლოს. ყველა ბავშვს სხვადასხვანაირი მიდგომა უნდა, აი ყველა ბავშვს. ერთი დიდი ოჯახი ვარ, სადაც ვითვალისწინებთ ერთმანეთის. ხო, ეს ყველა დეტალები უნდა გქონდეს თან სტუდიაში და რა ვიცი. ცდილობენ მშობლებიც, თუმცა არის რაღაცები, მაგრამ მაინც ჩვენ მოყვავს მე ისე რომ ჩვენიც გაითვალისწინონ, ესე რომ ვთქვათ და ქორეოგრაფებიც და ამხმარებს ყავს ქორეოგრაფი. შოთა თუმაჯიშვილი მუშაობს ჩვენთან. ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავი არის, ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან კარგი ბიჭი. ბაღდათელია იგი სხვათა შორის და რა ვიცი, ერთად მუშაობთ, რომლებიც და ეცევით ჯაბა. კარგი. თუ დრო გრჩებათ ხოლმე რამე განსხვავებული ინტერესი რა გაქვთ? ცეკვა თამაშის მიღება. ესე იგი, დრო სტუდიიდან რო გამოვალთ, მე შვილები დავყავს, ანუ ესე იგი ჩვენი შვილები დადიან ძალიან ბევრ სხვა ცეკვებში, ანუ პატარა ყავს ბალეტში და ტანვარჯიშში.
უფროსები დადიან ჰიპ-ჰოპში და სამეჯლისო ცეკვებშიც და ქართული ცეკვები ხო, ანუ ეგ უკვე სისხლში აქვთ და ეგ დღიური რაციონია. ცხოვრობთ, ხო, ანუ და აი ესეთი ფიქრები მაქვს და გვაქვს რა, ესე რომ ვთქვათ, თუ ამ სფეროს უნდა გაყვენ, ფიქრობ, უნდა იყვნენ განვითარებულ, უნდა იცოდნენ ყველა ცეკვის სწორი მიმართულება და სხვათა შორის ფიზიკური მონაცემები, მაგრამ თუ წყობთ ხელს და ძალიან ძლიერები არიან იმ ცეკვებშიც, როგორც ქართულში ისე რა. და ის იმაზეც კი მიდგა საუბარი, რომ ქართული კი არა, ცეკვებისკენ ხო არ წავიდე, მაგრამ მაინც ქართულმა გადმოძალა. ხო, შესაძლოა ამით არის, თუმცა რასაც ხელი მოკიდეს, ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეთ და მივყევით ჩვენც. მოგეწყობთ ხელს. შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, სხვებთან ერთად რა გეგმები გაქვთ, ანუ რამდენიმე ქვეყნის ჩამონათვალი, რომ დგას დღის ეს რიგში და იქიდან არ ვიცი რომელზე გააკეთებთ აქცენტს. ალბათ ჯერჯერობით თქვენც არიცით, თორე რატომ არ გვეტყოდით? რა გეგმები გაქვთ მოკეთ ახალ მომავალში? ნახეთ, ანუ რა თქმა უნდა, ფესტივალები არის რაღაცა გეგმაში, ესე ვთქვათ, გვაქვს რამოდენიმე ფესტივალი და ალბათ იქაც შევარჩევთ, რომელზე წავალთ, ესე ვთქვათ. გასტროლის სიტუაცია თლად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მშობლებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ცოტა ისე თანხებთან არის დაკავშირებული, რომ მან ვერ დააძალებ და ვერ აიძულებ, ესე რომ ვთქვათ, ვერავის აიძულებ რამეს, მაგრამ უბრალოდ იქ არჩევით არის რა, თუ აქვს საშუალება და ამის მიხედვით ყალიბდება ესეთი ჯგუფი, რომელიც მე მიდის გასტროლზე რა, ესე რომ ვთქვათ, რავი, არის გეგმაში ვნახოთ როგორ განახორციელებ. ხალიფების სამზადისი რომ მიდის. კი ბატონო, ანუ ცეკვები რა თქმა უნდა, ეხლა მაგაზე აბსაუბრობ, დარბაშიც ამუშავობს, სულ სიახლოვეს ისეთი პროცესია, ხა. და რა თქმა უნდა, ახალი ცეკვებიც მუშავდება, სხვათა შორის ჩემ შვილებს რაღაც ახალი იდეა გაუჩნდათ და მივეცი საშუალება, რომ თვითონ ააწყონდათ რადგან პროცესში არის ამ დასრულებული. დაწყებული აქვს ახალი ცეკვის მონახაზის სტილი განსხვავებული ძალიან ხედვებით, ესე ვთქვათ, მეც რა თქმა უნდა შორიდან ვიხმარებით. აი ეს მარტოც არ სწორებებით, ხო. ვიხმარები, ხო, იმიტომ რომ ილეთებს ქმნიან ესენი, ესე ვთქვათ, და ამოიგეს თვითონ და ბავშვებსაც უხსნიან, აქვთ უკვე მაგის გამოცდილება და ესე რომ რაღაცები აუხსნან ბავშვებს და ხშირად რეპეტიციებს ატარებენ, როცა უცებ რაღაცაზე გასაცდები იქნები, უცებ დავდორებ და ხედავ საქმეს უპრობლემოდ და ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდე მაგათი, რომ ესე ნახოთ წარმატებით შეასრულებენ და გააკეთებენ იმ ცეკვასაც და არა მარტო მაგ ცეკვას, სხვა ცეკვებსაც რა არის. მოგეთ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, წარმატებები თქვენს ოჯახს, სხივებს და იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიგეთ, წარმატებები დღეს გისურვებთ. მადლობა. მადლობა თქვენ. ზურფასო ტელემაყურებლებო, გადაცემაში უოთხე ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია. გემშვიდობებით, ხოლმე საუკეთესო სურვილებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.